იმას, რომ არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტულ საგნობრივი ცოდნის დატესტვაზე, არამედ სხვადასხვა საგნებზე გვაქვს აქ საუბარი. ეს არის საბუნების მეტროლო მეცნიერებები ძირითადად და ტექნოლოგიური ამბები. ასევე მეორე თემა არის, რომ ეს ოლიმპიადა არის გუნდური და არა ინდივიდუალური და გულისხმობს მე-7 და მე-11 კლასის ჩათვლით ხუთი ადამიანის ერთ გუნდად, ასე ვთქვათ, მონაწილეობას ამ ოლიმპიადაში. კი ბატონო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. დიახ. და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვაკეთებთ აქ პროექტს. ასე ვთქვათ, პროექტი ექნებათ გასაკეთებელი ფინალურ დასკვნით ტურზე, სადაც არა უბრალოდ რაღაცა ცოდნას შევავწევთ, აქვს თუ არა ცოდნა, არამედ იქნება ეს ცოდნა გამოსაყენებელი, ასე ვთქვათ, კრეატიულად იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული პრობლემების გადაჭრის კრეატიული გზები მონახონ მოსწავლეება და ოლიმპიადის მონაწილეები. კი, ძალიან საინტერესო არის. თარგმნით ეხლა როგორც თქვენ ახსენეთ, იგივე გუნდურად მიმდინარეობს, ეს უვითარებს აპლიკანტებს და ბენეფიციარებს. მათ შორის გუნდურად მუშაობის პრინციპებს და ასე შემდეგ. მოკლედ აი მიზნებზე და ამოცანებზე, მოდი ასე ვთქვათ, ცოტა მოგვიანებით გითხავთ და აგიბრუნდებით აუცილებლად, მანამდე მედიასთან გადავალ ჩემი შემდეგი კითხვით. მოდი ასე ვთქვათ, ესეთი ტიპის ოლიმპიადები ეხლა აი ძალიან კარგად ჩამოაყალიბა გიორგიმ და შესაბამისად მინდა დავსძინო, რომ მნიშვნელოვანია ძალიან ეკოსისტემისთვის და აი კონკრეტულად ეხლა აი საბუნების მეტროლო ნაწილი ახსენა გიორგიმ, ასევე ცალკეული მიმართულებები. აი მე მაინტერესებს ჩაუვლამდეთ უშუალოდ დისციპლინებს, აი რა გამოწვევები, რა თასკები ექნებათ აპლიკანტებს და შესაბამისად გავუყვეთ უკვე კონკრეტულ მოდულებს, რომელიც ამ კუთხით არის განსაზღვრული. დილომშვიდობის, მივესალმები მაყურებელს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ტექნოლოგიური განვითარება შეეხო ყველა სფეროს და მათ შორის განათლებასაც და განათლებაში ჩვენ გარდა შესაძლებლობებისა მოგვცა ძალიან ბევრი გამოწვევა დაგვისახა. შესაბამისად, აი ეს გამოწვევები ისეთიც არის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევიტანოთ სიახლეები სწავლების პროცესში. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია ისეთი მიდგომები დავნერგოთ, რომელიც ყველა, რაც ბატონმა გიორგიმ ბრძანა იმ ინტერდისციპლინურ აზროვნებას, გუნდურ მუშაობას და ასე შემდეგ, რაც იყო ჩამოთვლილი, განვავითარებთ. რაც შეეხება თვითონ საკითხებს, ტესტი, რომელსაც მოსწავლეები დაწერენ ინდივიდუალურ საგნებში, ეს საგნებია ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა. ტესტი იქნება კომპეტენციაზე დაფუძნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შევაფასებთ არა დეკლარატიულ ცოდნას, არამედ იმ უნარს მოსწავლეებში თუ რამდენად შეუძლიათ მათ ამ საგნებში მიღებული ცოდნა გამოიყენონ კონტექსტზე დაფუძნებულ ამოცანებში. შესაბამისად, ჩვენ ამ ოლიმპიადით ასე ვთქვათ, ორი მიზანი გვაქვს. ერთი, რომ პოპულარიზაცია გაუწიოთ STEAM განათლებას და მეორე, რომ მოსწავლეებში განვავითაროთ ეს გუნდური აზროვნება, მუშაობის უნარი, ტექნოლოგიურ საინჟინრო აზროვნება, ასევე ანალიტიკურ კრიტიკული აზროვნება, ხო? ან ხელშესაწყობად ასეთი ოლიმპიადები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათაც დავანახოთ, რა არის მოთხოვნადი, საით უნდა აიღონ გეზი, თუნდაც სწავლის პროცესში. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ პრაქტიკის გარეშე ნებისმიერი საგანმანათლებლო მოდული წარმოუდგენელია და მიხარია, რომ დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით გარკვეული კვლევაც არის ჩატარებული, რომლის საფუძველზეც იცით ძალიან კარგად რა ჭირდება დღეს კერძო სექტორს. რა სითხოვს ზოგადად ქვეყნის ეკოსისტემა, ეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორი იქნება, არანაირი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. აუცილებელია, რომ აი ესეთი ტიპის ოლიმპიადებით ჩვენ ბიძგი მივცეთ ახალ თაობას, რომ მათ შეავსონ ის ადამიანური რესურსი, რაც ჩვენ რეალურად გვჭირდება. მოდი STEAM განათლების, ასე ვთქვათ, კონცეფციას ჩაუღრმავთ. რა არის STEAM განათლება? STEAM განათლება, ანუ გავშიფროთ მაშინ. გავშიფროთ მაშინ, სათითაოდ, ხო? ანუ science, ეს არის საბუნების მეტყველო მეცნიერები, T არის technology, ანუ ტექნოლოგიები, E არის ინჟინერია, A art, ანუ ხელოვნება და M mathematics, მათემატიკა, ხო? ანუ იდეაში მოიცავს ამ საგნებს. რა გემრიელი აბრევიატურაა, რა, სულიან თქვენს ამ თემებს, მაგრამ ეს ამ ჩამოთვლის გაშიფრება ეს უბრალოდ პირველი, ასე ვთქვათ, პირველი ეტაპი არის რა. რეალურად ანუ STEM განათლების სიძლიერეც აი ზუსტად ისევ იმაში მდგომარეობს, რადგან ვისაუბრე, რომ
ეს არის ეს ინტერდისციპლინურობა, ინტერდისციპლინურობა. რაც არის, ხო, შეგვიძლია რაღაცა სკოლაში იყოს მასწავლებელი, რომელიც ასწავლებს ბიოლოგიას, მასწავლებელი, რომელიც ასწავლებს მათემატიკას და ისე თავის ცხოვრობენ, საერთოდ არ ლაპარაკობენ ერთმანეთთან და ის STEM და STEAM განათლების მიდგომა არის, რომ ესენმე ლაპარაკობენ ერთმანეთთან და რაღაცა კვეთები უნდა გქონდეთ, იქნება ეს გეოგრაფიაც თუ ანუ საბუნებისმეტყველო მეტყველო საინსში შედის, აი ეს საგნები აი მათ მასწავლებს ერთმანეთთან რაღაც უნდა გქონდეთ კვეთა, უნდა გქონდეთ ლაპარაკი და უნდა რაღაც project based learning-ი ეგრეთ წოდებული ასევე მოიაზრება, ანუ STEM განათლების ნაწილი არის, სადაც ეს თქვა ბიოლოგიის და სხვა კიდევ თქვა გეოგრაფიის მოსწავლეები რაღაცა ერთად რაღაც პროექტზე მუშაობენ და ამას ერთად აკეთებენ. მოკლედ ანუ რო კვეთა აქვს რა კავშირი აქვს ამასთან ერთმანეთთან რაღაცა მარტივი მაგალითი შეგვიძლია თქვა მოვიყვანო ადრე ვსაუბრობდი რაღაცა ხეთების ისტორიაზე ჩვენ გვისაუბრია ჩემმა შვილმა ერთხელ მკითხა რომ ისო ამ ხეთების ისტორიას რომ მასწავლე ვაფშე ეს ცხოვრებაშიო რამეში გამოვდგომია დაგჭირვებია იმიტომ რაღაც უბრალოდ მოცემეთქი მამა არა მაგრამ ამბად რო იცოდე მაინც წაიკითხეთ ხო მაგრამ ამას თუ რაღაც კონტექსტში ჩასვავრო თქვა ამ ხეთებს რაღაც რა გამოწვევები ქონდათ რაღაც ინჟინერიის ამბავში როგორ იყვნენ განვითარებულები რაღაც რა ტექნოლოგიებს ფლობდნენ იმ დროს და შეიძლება ამ სხვადასხვა ინტერდისციპლინარულად მოტანენ შემოტანეთ ეს ხეთების ამბავით სხვანაირად საინტერესო გახადო და სხვა მნიშვნელობა მიანიჭო და სწორედ ამას უlisხობს და რა მაგარი რემარკა ხეთები და შუმერები სხვათა შორის იყვნენ პირველი სტარტაპერები ალბათ თამამად შეიძლება ითქვას მედია მაგარი რემარკა იყო ძალიან მადლობა გიორგი მედია როდიდან იღებს სტარტს ოლიმპიადა და მაინტერესებს ახლა ვიყურებს ძალიან ბევრი ადამიანი და გვაინტერესებს ყველას ვის შეუძლია ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება როგორ არის განსაზღვრული თვითონ აპლიკანტების მიმართულება საპრიზო კომპონენტებიც რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი რომ ესე ვთქვათ ჩამოთვალოთ აი როდიდან იღებს უპირველეს ყოვლისა სტარტს რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. გაგრძელდება 18 მაისის ჩათვლით. პირველი ტური გაიმართება უკვე 24 მაისს მთლიანად ონლაინ ფორმატში. გუნდები, სკოლები არ არიან შეზღუდულები თუ რა რაოდენობის გუნდებს წარმოადგენენ, თუმცა ჩვენ აქ გვაქვს ასეთი შეზღუდვა, რომ აუცილებლად გუნდში უნდა იყოს 5 მოსწავლე და 5 მოსწავლიდან თითო უნდა წარმოადგენდეს მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით რომელიმე კლასს და თავად სკოლას უტოვებთ იმ თავისუფლებას, რომ განსაზღვრონ რომელი მოსწავლე რომელ საგანში ჩააბარებს გამოცდას. გამოცდაში გულისხმობთ ამ კომპეტენციაზე დაფუძნებულ ტესტს. ასაკი თუ არის შეზღუდული? არა, აუცილებელია რომ მოსწავლე ირიცხებოდეს მე-7 კლასში და მე-7-დან მე-11 კლასის მოსწავლეებს წარმოადგენდნენ. აი შეგვიძლია თუ არა მაგალითად აი მოვყვეთ გარკვეული კონცეფტიც, აი რა ტიპის ტასკები იქნება რეალურად, რა ტიპის გასაგებია გუნდური მუშაობა. გასაგებია ამ შემთხვევაში ის დისციპლინები რაც არის განსაზღვრული და აი ხა ბატონმა გიორგიმაც რომ გაშიფრა ეს აბრევიატურა ხო ხა მაგიტო აღმომხდა მეც რომ ახლა გემრიელი აბრევიატურა რატო იმიტომ რომ აქ არის რეალურად დოულათიც ფულიც ეკონომიკური განვითარებაც და ყველაფერიც ხო რისი დეფიციტით სამწუხაროდ წლების განმავლობაში იყო საქართველოში და კარგია რომ აი ესეთი აქტებით ამას ვასტიმულირებთ დღეს იმიტომ რომ უნდა გავაცოცხლოთ ბოლოს და ბოლოს გავუკეთოთ რომანტიზება მათემატიკას ფიზიკას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აი მე მაინტერესებს, აი თუ შეგიძლიათ რაღაც აი კონკრეტული кейსი რომ მოგვიყვანოთ, აი თითოეულ დისციპლინაში აი რა ტიპის ტასკები შეხვდებათ მაგალითად აპლიკანტებს. ნუ ეხლა რა თქმა უნდა არ გავაჟღეროთ, არ დავასპოილეროთ რა თქმა უნდა ჩვენი მაყურებელი, მაგრამ ანუ აი მაინტერესებს მაინც აი პატარა კონცეფტი რომ მოგვიყვეთ. პატარა შესწავლის გაკეთება მომიწევს. თვითონ STEM განათლება მაგალითად ხომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გახდა ძალიან დაიწყო ამ კონცეფციაზე მუშაობა და სცემდა პასუხს კითხვებს თუ რა როგორ მუშაობს. ხოლო უკვე დაახლოებით 20 წლის შემდეგ აი იმ არცის ხელოვნების და შემოქმედებითობის ჩამატება გახდა საჭირო და როგორც მისი ასე ვთქვათ ამ კონცეფციის შემქმნელი ამბობს ამ STEM განათლებას უნდა უკვე ეპასუხა კითხვებზე
ვინ აკეთებს და რისთვის აკეთებს. შესაბამისად, ჩვენი დავალებები განსაკუთრებით ფინალურ ეტაპზე იქნება ზუსტად შემოქმედებით კომპონენტზე დაფუძნებული და ძალიან დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ იმას, თუ როგორ შეძლებენ, რამდენად შეძლებენ მოსწავლეთა გუნდები გამოავლინონ მათი შემოქმედებითი უნარი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა ტიპის საკითხები იქნება აუცილებლად მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მოსწავლე არ აქვს განსაზღვრული საგანი და ყველა შეუძლია აირჩიოს, ხომ? ჩვენ მაინც გავითვალისწინებთ ასაკობრივ თავისებურებას და ცხადია და კლასს და საკითხებს და ცხადია ყველას შესაბამისი სირთულის მოვად და მათ შორის თითო, ასე ვთქვათ, სამაგალითო ამოცანას, მაგალითის ტიპს გამოვაქვეყნებთ იგივე საიტებზე, სადაც მათ შეეძლებათ რეგისტრაციის მიღება. შესაბამისად, არ ინერვიულონ მოსწავლეებმა, არ ეგონოთ, რომ ეს შეიძლება განსხვავებულია, ვიდრე თქვა დღეს როგორც სტარტება გაკვეთილები, ხო? თუმცა არ იქნება რთული და პირიქით მათ ჩვენგან ექნებათ მთელი მხარდაჭერა, რომ რაც ოდნასაც ისინი იღებენ საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად პრაქტიკაში გამოიყენონ. კი ბატონო, მოკლედ გითხარით ძალიან და მე ბატონ გიორგისთან გადავალ საპრიზო ფონდი როგორი იქნება? რაც მამოტივირებელი და მასტიმულირებელი შეიძლება გახდეს ბევრი აპლიკანტისთვის. გამოვაცხადებთ ძალიან მალე და გადავიდეთ თვალი. სიურპრიზად შევინახავთ. სიურპრიზად შევინახავთ. გიორგი, skill wheels ზოგადად, ეხლა მოდით უკვე skill wheels კონცეფციაზე გადავიდეთ. აქვს ძალიან განსხვავებული ხელწერა. განათლებაში შეიძლება თამამად ითქვას, იმიტომ რომ არის თავიდან ბოლომდე ინოვაციურ პლატფორმაზე დაფუძნებული. მაშა სადა, ეხლა მე მინდა ორ მიმართულებად გავყო თქვენთან საუბარი. პირველი ნაწილი, რას ეფუძნება ეს ოლიმპიადა, იმიტომ რომ მე ხა მედიასთან საუბარში წავულიშე რომ ხა იქნება, რა თქმა უნდა, წინასწარი კვლევა ჩატარებული, რომ აი მაგალითად არსებობს ეს ვაკუუმი, არსებობს ეს პრობლემა, არსებობს ეს გამოწვევა და ახალი თაობის სტიმულირებით და ახალი თაობის ამ შემთხვევაში გარკვეული мотиваციის მიცემით შეიძლება ახლო მომავალში ეს ყველა ეს ვაკუუმები ამოვაცოთ. ეს ერთი. მეორე, კერძო სექტორთან რამდენად ჭიდრო ურთიერთობა აქვს ზოგადად skills და რამდენად აჟღერებს იმ საჭიროებებს, რაც ზოგადად კერძო სექტორის მხრიდან მომდინარეობს, აი ზუსტად იმ დისციპლინებში და იმ მიმართულებაში, სადაც მართლა ჭეშმარიტად გვაქვს დეფიციტი. ეს არის ტიპიური მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, სადაც ქვეყანას დღეს ნამდვილად სამუშაო აქვს. საბუნების მეტყველო მეცნიერებები ასევე, სადაც ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. აი შესაბამისად, აი ეს ორი კომპონენტი რო გავსაზღვროთ უკვე skill wheels ოპერირების ნაწილში. კი ბატონო, ხო, ანუ skills კავშირი ბიზნეს სექტორთან, არ მხოლოდ კავშირი აქვს, არამედ არა რატო არის განსხვავებული, იმიტომ რომ რაც მე როგორც დამფუძნებელი და თქვათ ჩვენ არ მოვდივართ განათლების სფეროდან, რა იდეაში ბიზნესიდან მოვდივარ და ანუ IT outsourcing კომპანიის დამფუძნებელი ვარ თავის დროზე, რომელიც შემდეგ უკვე გავყიდეთ პარტნიორებმა რაღაც სხვა დალისტულ, ესე იგი public ესპანურ კომპანიაზე ჯგუფზე და თქვათ უკვე რაღაც გავაგრძელეთ სხვა მიმართულებით skills-ში მუშაობა და ანუ ამ IT outsourcing-ის ბიზნესში მთავარი რაღაც პრობლემა, რომელიც ასე თქვა გადასაჭრელი ბიზნეს ამოცანა, რომელიც იყო გადასაჭრელი ჩემთვის როგორც ხელმძღვანელს, როგორც დამფუძნებლისთვის იყო რაღაცა ტალანტის პოვნა, მოზიდვა, იმიტომ რომ ასე ტალანტზე მოთხოვნა არსებობს, ნამდვილად არსებობს, როგორც საქართველოში, ისევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს ერთ-ერთი ტექნოლოგიების სილამაზეა, რომ ანუ არ იკეტები განსაკუთრებული თვისებაა და ეს ტალანტის პოვნა და მოზიდვა იყო თავარი პრობლემა ჩვენი და სწორედ ამიტომ აღმოჩნდი, მოდი და ესე ვთქვა და ესე დავხოთ, რაც განათლების ბიზნესში, ანუ სწორედ ამიტომ და დავაფუძნე თავის skill-ი, რომ ბიზნესის მხრიდან, ან მე თვითონ ხედავდი და დავინახე და ვიგრძენი ჩემ თავზე ეს პრობლემა, რომ ნუ რაღაც ჭირდება ხალხი, რომელიც ეს ხალხი მეყოლება, ბიზნესი განვითარდება, გაიზრდება, ფულს დაწერს და ასე შემდეგ, მაგრამ მიჭირს ამ ხალხის პოვნა და სწორედ ამიტომ შევქმნით skill-ი, რომ ეს ყველაფერი გაგვევითარებინა. ამიტომ ბიზნესშივე იღებს სათავეებს skill-ი და ანუ ჩვენი ასე თქვა სლოგანია, რაც ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება და ამ გამოგადგებაში სწორედ ამას გულისხმობ იმას, რასაც შრომითი ბაზარი ეძებს და რაც შრომითი ბაზარს დღეს ჭირდება და ეს ცალსახად არის საბოლოო ჯამში უკვე რაღაცა ტექნოლოგიური და ინჟინერული მიმართულებები, რომელიც რაღაცის შექმნას ემსახურება რა და
რაც შეეხება უკვე STEM-ს, ანუ STEM-ის შემთხვევაში ჩვენ უფრო რაღაცა შევეცადეთ და ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ უფრო ადრეული ასაკიდან ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ადრეულ ასაკში უკვე